გამარჯობთ. თუ გახსოვთ 19 იანვარს მიკურიზა ჩავდე თერმოსტატში 35 გრადუსზე გასაშრობად. ახლა რო კარი გავაღე, ტემპერატურა ცოტა შემცირდა. მაგრამ ეს უკვე მშრალი გახლავთ, ისე რომ ისეა გამოხმარი, აქედან თქვათ ეს ბალახი აღარ გააგრძელებს ფიზიოლოგიურად ცხოველ მოქმედებას. რამდენი წყალიც არ უნდა დავაცხააწი. რაც მთავარია ამის ფესვებზე არსებული მიკროსკოპული სოკოები, სწორედ ეს არის მიკურიზა და ეხლა მე ამას გამოვიღებ აქედან და დავაკუწმაწებ. აი მე ეხლა მიკურიზა დავფქვი. ხედავთ ჩოპერში ხარია დაფქული. ეს მიკურიზა ეხლა უნდა ჩავყარო რაიმე ჭურჭელში და ამ ჭურჭელში შეინახება გრილად. მაცივარში შედება საჭირო არ არის, იმიტომ რომ ეს გაუთბობელი ოთახი გახლავთ. აქ ტემპერატურა არის 7-8 გრადუსი და არც მოიმატებს, ვიდრე კარგად არ დათბება. ამიტომ აქ მთელი 2 წელიც კარგად შეინახებოდა ეს მიკურიზა, მაგრამ რეალურად 2 წელი არაფრის დახარჯვა არ ამის დახარჯვას ვაპირებ უკვე როგორც კი დათბება და დამთბარზე უკვე სიმინდის ფესვებზე დავთესავ მიკურიზას და იქ თავისით გამრავლდება. ეხლა უბრალოდ მე ის უნდა ბანკაში ჩავყარო, წავაწერო და ეგ არის სულ. აი ხედავთ, ბანკაში ჩავყარე, ამდენი გამოვიდა. ასე ვთქვათ, ბალახის შესაკვირვებლად ბევრი არ მიწვალია. თუ გახსოვთ, ეს თერმოსტატში მოვათავსე 19 იანვარს, დღეს 26-ია, ანუ 8 დღის შემდეგ, 7 დღის შემდეგ ზუსტად ამოვიღე ერთი კვირა მოუნდა გაშრობას 35 გრადუს ტემპერატურაზე. ეხლა ეს აქ იქნება გაზაფხულამდე, თავისუფლად შეინახება, შემდეგ უკვე მას გავამრავლებ სიმინდის ფესვებზე. წარწერისათვის ვიყენებ ხოლმე ყოველთვის ბანკებზე რო არ ვაწერო, ეგრეთ წოდებულ მალეარინის სკოჩს, ქაღალდის სკოჩს და CD მარკერს ის არ იშლება ასე მარტივად და იქნება მიკურიზა გაზაფხულამდე აქ ბედნიერად. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ეხლა ხედავთ მე ის ჩოპერში ჩავყარე, ხო ჩოპერს დავხურო და დავადრიელებ რომ დაიფქვას.